Მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და იუთუბერლებო. სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თუ მიყურებთ და აქ ხართ. ეხლა მადლობა თქვენი კომენტარებისთვის პირველ რიგში და რომ მიყურებთ იმისთვის. და ეხლა მინდა უბრალოდ ვნახო დღევანდელი დღის ენერგიები. როგორია, რაც როცა უნდა იყოს, როცა შემოხვალთ და თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო. თავიდან ენერგიებით ვიწყებ, რა ენერგიები? სუფევს. რა ენერგიებია დღეს? თქვენთვის იქნება აქტუალური. იმიტომ რომ შემთხვევითობა არ არსებობს, დრო და სივრცე სამყაროში არ არის. იმ მომენტში, როცა შენ აჭერ, ან გარკვეულად მოდის რაღაც ინფორმაცია და ინტერესი გაქვს, იგებ უკვე თუნდაც 1-2 სიტყვა იყოს რაღაცა მოდის ინფორმაცია. ასე მუშაობს სამყაროს კანონი. ნახოთ აბა, ენერგოსაინფორმაციო ველი. რა ენერგიები გვაქვს დღეს? დღევანდელი დღის თამადობით, დაბრკოლებები, მტრები. ანუ აქ ვეუბნებიან ბალანსზე, ნახეთ, გადამეტებულია უარყოფითი, უფრო ვიდრე ასე ვთქვათ, დადებითი და დასაბალანსებელია. დასაბალანსებელია, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი დაბრკოლება, გვაქვს წინაღობა, რაღაც სიტუაციები, ჩაკეტილობა, რაღაც ანუ ეს პირადსაც ეხება და ასევე თქვენ ბიზნეს თუ სამუშაო სიტუაციებს, ანუ რაღაც დაბრკოლებები გვაქვს სერიოზული, რომელიც ემუქრება ჩვენს კეთილდღეობას, მაგრამ აქ ამოდის ასევე იმპერატორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ან ყავთ ვიღაცა ესეთი, ვინც დაგეხმარებათ, გავლენიანი, ან თქვენ ხდებით თქვენი ცხოვრების იმპერატორი, ალაგებთ სიტუაციას, პირველ რიგში შინაგანად უნდა ადამიანმა დაალაგო, დასტაბილურდე, ანუ რას ნიშნავს, დამშვიდდე, იმიტომ რომ გაფიცხებული, გაძვინვარებული და გაღიზიანებული ვერანაირ პრობლემას ვერ მიხედავ. ელემენტალური სახლის დაალაგებასაც ვერ მოახერხებ, ხო? ამიტომ ეს სიმშვიდე არის აუცილებელი, რომ მე იმ ზუსტად ცივი გონებით შეხედო სიტუაციას და გაანალიზო და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. რაც ანუ დღეს მაგალითად ხო ძალიან ძნელია ადამიანმა იპოვო სიმართლე, ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ყველა მხრიდან არის პროპაგანდა, ყველა მხრიდან არის სიცრუე, ყველა მხრიდან არის სიტუაციების რო იტყვიან გაბუქება, ხო და ამიტომ რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაფილტროთ, გადაამუშაოთ იმ უარყოფითზე, აი ნახე, რატო უნდა რომ უარყოფითად იყოს შენ განწყობილი ყველაფრის მიმართ, ანუ მტერს, მას მოაკლდა საკვები და ჩვენი ენერგია, უარყოფითი ენერგია არის მისი საჭმელი, ასე ვთქვათ და ის რომ დედამიწა გადავიდა ახალ მაღალ ვიბრაციებში, ღვთიურში და უკვე ადამიანი ხდება განხრთობილი, ანუ რას ნიშნავს, უკვე შენ თუ მოითხოვ, რომ მე მინდა რომ გავხდე შუამავალი, ვაკეთო სიკეთე, დავეხმარო ამდენ ადამიანს, გონება არეულს, სიტყვაზე ვიძახი, ჭკვიდან გადასულს, ჩავაცხრო ეს მრისხანება, დავამშვიდო, რაღაცნაირად შევარიგო, რაღაც მოლაპარაკება ჩამოვაყალიბო, თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანები იყო, ხო? იგივე ნათესავებში, მეგობრებში, ოჯახში, ყველგან, ხო, არის ეს განხეთქილება. და შენ თუ ამას ითხოვ, ოღონდ, გააქვს გულწრფელი განსრახვა, აუცილებლად შენ ხდები ამ შუამავალის მატარებელი, ანუ ამ შემთხვევაში ემოციონალურ ფონზე გისრულებენ, გესმის, იმიტომ რომ იმდენად მოიმატა ამ უარყოფითმა ტალღამ თელს დედამიწას, ეხლა არის მათი დრო. ნახე? მე 25-დან უკვე ენერგიები იცვლება, ისედაც ვიცით, რომ ყველაფერი შეიცვლება.
და ეხა ეს ბოლო რო იტყვიან გამოქანებაა ამ ბოროტის, იმიტომ რომ ყველგან ყველა ფრონტზე არეულობა და დაპირისპირება. ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ამომხტრები არიან, ანუ ნახე, მათი არსებები, რაც ყველა სხეულში არიან ესენი ჩაბუდებულები, ხო? და ეხლა არის ზუსტად ის პერიოდი, როცა ვეღარ მალავენ. იმ სიმშვიდეს ვეღარ ინარჩუნებენ, იმ თქვათ სიცბიერეს, რომ ვითომ კეთილია და ვითომ ნეიტრალურია და ვითომ ესეთია და ვითომ პადვინუტია და ვითომ გასხივოსნებულია, ვეღარ მალავს. ამოხტება ის ბოროტი უკვე ამომხტარია და მას უკვე ანუ თავის სახე აქვს მიღებული და ჩვენ ყველამ დავინახეთ ეს სახეები, ხო, მათი სახეები, ვითომ იმისთვის, ვითომ ამისთვის და ამ დროს რამხელა სიბოროტეს აფრქვევენ ყველა მხრიდან. ჯერ მარტო აქედან შეიძლება დაასკვნა ადამიანმა კი, რა თქმა უნდა, მინდა ეს ჩემი ქვეყნისთვის, მინდა სიტყვაზე ვიძახნა რა. როგორ გადმოსცემს ამას? რანაირი ენერგია მოდის? და შენ უყურებ მას, დაკარგული აქვს ადამიანის სახე. რაღაცა სხვა არსებაა. და ესე ომისთვის არის მზად. ვის უნდა ომი, ადამიანებო? გაანწრიეთ ტვინი, არეულობა, ქაოსი, ომი, დაპირისპირება, დაძალება, ეს არის ბოროტის დამუნათება, რო ამბობენ, ხო, დაბულინგება, დაცინვა, რაღაცა ესეთ under pressure ჩაგდება, ეს არის ბოროტის. ძალიან ადვილია ამის გარკვევა. სულაც არ არის საჭირო გახდე ის, რა ქვია, პოლიტიკოსი და შეისწავლო ისინი, რა ქვია, გეოპოლიტიკური საკითხები. ძალიან ადვილია დაასკვნა. თავისი ინტერესების გამო, თავისი სტაბილურობის გამო, თავისი სკამების გამო, თავისი ინტერესების გამო, სულ ფეხზე კიდიათ, გადაგვივლიან, გადმოგვივლიან. გუშინ იცით რა განცხადება გააკეთა პუტინმა? დუელში გამოიწვია ნატოს ჯარი, სულ ვიძახდი ხალხნო. და კიევი აქვს სამიზნედ ამოღებული, პირდაპირ თქვა და გააჟღერა. მე გამოვიყენებ ჩემს უახლესი არახს ორეშნიკს, რომელიც 5000 წამში მე ანუ კილომეტრს გადის, თქვენ ვერ მოასწრებთ მის დაჭერას, ანუ გესმის? განიარაღებას. ვერ მოასწრებთო. და ეს განაცხადა. ეხა ისაუბრეთ და ილაპარაკეთ კიდე ბევრ რამეზე. კარგია ბევრ რამეზე საუბარი, მაგრამ გეუბნება პირდაპირ, რომ ეს მაქვს და ეს შემიძლია. გავაგრძელებ მეორე ვიდეოში.